არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვები გრძელდება. მაგისტრი მოსამართლის წინაშე საგამოძიებო უწყების კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაციის ღია სივრცე კავკასიის თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილი პასუხობდა. შემდეგ კი უწყების კითხვებს დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარემ თამარ ხიდაშელმა უპასუხა. თემაზე ჩვენი ჟურნალისტი მაკა ლაშხია მუშაობს. მაკა, რა ინფორმაცია მიიღო გამოკითხვების დროს საგამოძიებო უწყებამ? ლაშა, გამოძიება დღეს ძირითადად დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან თუ რა ინფორმაციას ფლობდნენ ისინი არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით. დაახლოებით 1 საათის განმავლობაში პასუხობდნენ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოძიების შეკითხვებს. გამოკითხვიდან გამოსულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ირმა პავლიაშვილმა გააკეთა დღეს მედიასთან კომენტარი და მან ისაუბრა, რომ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის ხარვეზები დაინახა მისმა ორგანიზაციამ არჩევნების მიმდინარეობისას. მან ძირითადად ისაუბრა იმ საჩივრებზე, რაც მისმა ორგანიზაციამ არჩევნების დღეს დაწერა. რაც შეეხება მეორე გამოკითხვას, საუბარია თამარ ხიდაშელზე. მან დღეს მედიასთან კომენტარი არ ისურვა და თქვა, რომ მან მიაწოდა ყველანაირი ინფორმაცია გამოძიებას. რაც შეეხება საქმის პროკურორის თქმით, არც ერთ მოწმეს დღეს კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია თუ რაში გამოვლინდა არჩევნების დარღვევა და რა ფაქტებზე ჰქონდათ მათ ინფორმაცია. ძირითადად მათ პროკურორის თქმით, ძირითადად მათ ისაუბრეს მედიაში საჯაროდ გავრცელებულ ვიდეო მასალებთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმ საჩივრებზე, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებში დაფიქსირდა და ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა კონკრეტული სახელები და გვარები, რა თქმა უნდა, არ ვიცი, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია, ეს იქნება ფოტო, ვიდეო თუ სხვა, გამოძიებას აძლევს შესაძლებლობას, რომ შემდგომ უკვე დააიდენტიფიციროს ადამიანები და თუ გამოძიებისთვის საინტერესო იქნება, გამოკითხვაზეც მიიწვიოს. კოალიციურად ვაკვირდებოდით და კოალიციური დაკვირვების ფარგლებში წარმოდგენილი დაარსებული მტკიცებულებების, იმ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ერთიანობის საფუძველზე, რა თქმა უნდა, ჩვენც ჩამოგვიყალიბდა შინაგანი რწმენა, რომ დარღვევები არსებითი იყო. გამოძიების შეკითხვები ძირითადად მიემართება იმისკენ, რომ ყველა მოწმეს ჩვენ ვთხოვთ დაგვიდასტურონ, გვითხრან კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული სახელები და გვარები, თუ რომელ ამომრჩეველზე განხორციელდა ზეწოლა, დაშინება, მუქარა, თუმცა მათი ინფორმაცია ძირითადად ეყრდნობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული სიუჟეტებით და ასევე საჯარო წყაროებში გასული ინფორმაციით. ნებისმიერი ტიპის დაკონკრეტებაზე ისინი ვერანაირ პასუხს ჩვენ ვერ გვცემენ. მაგალითისთვის, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს ჩვენ შევეკითხეთ, მან გააჟღერა ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი პირების მიმართ დაშინებასა და ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ვთხოვეთ, რომ დაესახელებინა ერთი ადამიანის, კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, რომლის მიმართაც განხორციელდა ზეწოლა, დაშინება ან მოსყიდვა, თუმცა მან მსგავსი ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა. არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას დღეს გამოიხმაურნენ მმართველ გუნდში. როგორც მათ განაცხადეს, არც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს არ გააჩნია კონკრეტული ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. მათ დღეს ამის დასტურად ეუთო ოდირის დასკვნა მოიყვანეს, სადაც ისინი ამბობენ, არც ერთ მითითებულ ფაქტზე ეუთო ოდირის დასკვნაში საუბარი არ ყოფილა. პროკურატურის შუალედური დასკვნა ყველას კარგად გვახსოვს, სადაც არავის არაფერი არ ქონდა წარმოდგენილი და იქ ეყრდნობოდნენ დაკითხვაზე მისული ადამიანები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რაღაცა საჯარო ინფორმაციას, ზოგი ამბობდა, რომ Facebook-ზე რაღაცა დაიდო და მაქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს არის, რომ მტკიცებულებები ფიზიკურად არ არსებობს, მტკიცებულებები რო არსებობდეს, ეს ყველაფერი დიდი ხნის დადებული იქნებოდა, ხო? და ისევ შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას ეუთო ოდირის საბოლოო ანგარის, სადაც არც ის რაღაცა 350,000 ხმის გაყალბება არ მოხვედრილა, არც 100,000 პირადობის დატოვება არ მოხვედრილა იმ ანგარიში, არც რუსული სამსახურების ჩარევა. ბუნებაში არ არსებობს არავითარი ფაქტი და მტკიცებულება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ პროკურატურა მთელი ამ დროის განმავლობაში ითხოვს ფაქტებს, ითხოვს მტკიცებულებებს, თუმცა ნული ფაქტი, ნული მტკიცებულება. ეს რა თქმა უნდა ყველაფერს ემეტყველებს. დანარჩენი სპეკულაციები, რა თქმა უნდა, სპეკულაციებისთვის ყოველთვის რჩება სივრცე, იმიტომ რომ ამას არ ჭირდება არავითარი კონკრეტული
მიზეზი, მით უმეტეს როცა საქმე ეხება რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ რეალურად ყველა ხედავს იმას, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს გაყალბებაზე საუბრისთვის. პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა ქონოდა ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეებზე გამოკითხვები კვლავაც გრძელდება. მადლობა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მაკა ლაშხია საუბრობდა.